უბრუნდებით ორბელიანების სასახლეს, სადაც შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ადგილიდან ჩავრთავთ ქეთი ნადიბაიძეს. ქეთი, თუ არის რაიმე ტიპის სიახლე, რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ორბელიანების სასახლეში მისული პროდასავლური პარტიები პრეზიდენტთან? გიორგი, ჩვენ ერთად გავიგებთ ამ სიახლის შესახებ, თუ კი არის სიახლე, რადგან ეს წუთია დასრულდა შეხვედრა და ჯერჯერობით ახლა ვისმენთ პირველ განცხადებებს პოლიტიკოსების მხრიდან. ამ წუთებში ანადოლიძე აკეთებს განცხადებას მედიასთან და მოდით მოვუსმინოთ და გავიგოთ შეხვედრის შედეგი. 29 დეკემბერი უკვე მალე იქნება, ხო? აქ არის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა აქ ყოფნა და სასახლიდან არ გაასვლა. როგორია სალომე ზურაბაშვილის პოზიცია? ის თავად აპირებს თუ არა დარჩენას, იმიტომ რომ თქვენს ფიზიკურ დგომასაც ამ შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა და ასევე 29-მდე თუ იქნება რაიმე ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მე ვერ მოგახსენებ პრეზიდენტის პოზიციას, ის თავად იტყვის ამას. მაგრამ მოსაზრებების მაგიდაზე, მოსაზრებების პროცესში ბევრი მოსაზრება იყო გამოთქმული. წინასწარ ამის თქმა რა მოხდება, როგორ მოხდება, არის კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ვერ მივცემთ საშინაო დავალებას, რომ ყველაფერი თვითონ კარგად უფრო ადრე მოიფიქროს, ვიდრე თვითონ შეიძლება მოიფიქროს. მაგრამ ჩვენგან რო ვთქვათ, რომ ჩვენ პარტიები, ვინც ვართ, მზად ვართ, რომ მასთან ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში, გავრისკოთ ნებისმიერი ტიპის პასუხისგებლობა და ეს პასუხისგებლობა გავიზიაროთ, ეს არის მნიშვნელოვანი ამის დაბეჭდება. მისგან პასუხისმგებლობით ასე გამოდის ხაბატონა. კი, მოგახსენებთ, ეს არის მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ შეკრება ხვალზე ეგ მანამდე 29-მდე კიდევ მოხდება, იმიტომ რომ მიდის მუშაობა ბევრ საკითხზე, ეს არის ერთ-ერთი საკითხი. მადლობა, თქვენ მოусმინეთ ანადოლიძეს, რომელმაც თქვა, რომ დაპირეთებში მუშაობთ, რომ გითხრათ, მაშინ ახალი არჩევნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით რა ალტერნატივები განიხილება? ახალი არჩევნების და ამაზე მე ვისაუბრე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ. ახალი არჩევნების ჩატარების ერთადერთი გზა არის შიდა და საგარეო წნეხის ერთობლიობა, რომელიც ამ რეჟიმს აიძულებს ახალ არჩევნებზე დათანხმდეს. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. იგივე სერბეთში იმ რეჟიმს, რომელიც გავს მეტნაკლებად ჩვენ რეჟიმს, სერბეთში ეს მოხდა, ოპოზიცია მიაღწია იმას, რომ რეჟიმმა ვუჩიჩმა ახალი არჩევნები დანიშნა. ეს რეალობაა, შეიძლება მოხდეს და აქამდე მიგვიყვანს ერთადერთი წნეხი, რომელიც იქნება შიდა პროტესტიდან და ჩვენი მეგობრებიდან. მადლობა, უღრმესი მადლობა, ბოდიშკირი, დაგემშვიდობებით, ნიკა გვარამი აკეთებს განცხადებას და შეგვიძლიათ ახლა მას მოვუსმინოთ. ხოლმე და მხარს უჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. რაც შეეხება რა მოხდება 29-მდე, 29-მდე სავარაუდოდ ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა რაღაცა ხაფანგი გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი ბუნებრივია აიღებს, თუმცა ის რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს წუთში ჩვენი განსახილველი არ არის მისი საქმეა სრულად. ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული ქონდა აქამდე, ისე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია, რომ პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ფუნქციონირება. ბეჭდილება დაგჭათ, პრეზიდენტი რას აპირებს 29-ში არის თუ არა მზად იბრძოლოს, თუნდაც აი ამ სასახლისთვის ჩვენი პოზიცია გვახსოვს, რომ ჩვენი პრეზიდენტად ყველა მისი რეგუსით, მათ შორის იგულისხმობდა ბუნებრივია რეზიდენციაც ავარ. ნახეთ ის რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებს ბოლომდე, ამაში დღეს არ დავწუნებული ვარ, ეს გაირკვა მაშინ, მანამდეც, მაგრამ პირველ რიგში ჩემთვის ნიშანდობლივი გამოსვლა მისი იყო და ვიტყოდი რომ ისტორიული ტექსტი, როცა
პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტმა შეაფასა არჩევნები როგორც არალეგიტიმური და არჩეული პარლამენტი როგორც არალეგიტიმური არჩეული ბრწყალებში თავისთავად ცხადია. ამის შემდეგ სულად გასაგები გახდა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქ ქართული ოცნება. ჩვენ აქ მსჯელობთ ანას დღევანდელი წინადადებას, ჩემი დამოკიდებულებაც რომ მე მიმაჩნია რომ პარლამენტის დათხოვნა და მე არჩევნების დანიშნა ყველაზე უფრო სწორი და მოკლე გზა იქნებოდა. ასევე სხვა წინადადებები, რომლებიც კოლეგებისგან ისმის, არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ დავდივართ რაღაცა ამბების მოსაყოლად ან ინსტრუქციების მისაღებად. ჩვენ აქ მოვდივართ იმიტომ, რომ ვიმსჯელოთ მარტივი მიზეზის გამო ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ჩარჩო მსჯელობებისთვის, პოლიტიკური მსჯელობებისთვის ამ შენობის გარდა უბრალოდ აღარ არსებობს. ნიკა, შეიძლება ეს თქვენი წინადადება, რაც ახსენეთ, სისრულეში მოვიდეს? თუ სხვა სფეროს წარმოადგენლებსაც უნდა ველოდოთ, აი ალბათ საზოგადოება და დიპლომატებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგით, თქვენ უსმენდით ნიკა გვარამიას, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლე შეხვედრა დასრულებული არის, როგორც მოისმინეთ საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არის. ორი ფორმატი შეიქმნება, როგორც ვისმენთ, ერთი ეს იქნება პოლიტიკოსების მონაწილეობით და მეორე ასევე პრეზიდენტი გეგმავს საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას ასევე ფორმატი. ეს ორი ფორმატი ერთმანეთთან იქნება კოორდინაციაში და კოორდინირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ახალი არჩევნების მიღწევის პროცესთან დაკავშირებით, ასევე მისი ჩატარების წესებთან თუ ფორმატთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა ასევე ანადოლიძის მხრიდან, როგორც თქვენ მანამდე ისმენდით, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პრეზიდენტს თავაზობს იმასაც, რომ 29 დეკემბრიდან ფიზიკურად დაიცვანით ორბელიანების სასახლეში. ნახოთ პროცესები როგორ განვითარდება. ახლა ასეთია განცხადებები, რომელსაც ვისმენთ სალომე ზურაბიშვილთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ.